სათამაშო მაისურების რეპლიკის და ფანშოპის სხვა პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ სტადიონის ტერიტორიაზე არსებულ მოძრავ ჯიხურში. შეგახსენებთ, რომ სტადიონის ტრიბუნებზე როგორც თამბაქოს, ისე ელექტრონული სიგარეტების მოწევა აკრძალულია და იჯება ჯარიმით. გაგაცნობთ გუნდების შემადგენლობას. მოგესალმებით ძვირფასო გულშემატკივრებო, იწყება რეპორტაჟი ქუთაისიდან, წლის მთავარი მატჩი, საქართველოს ჩემპიონატის კოკობე დიდიათს გათამაშება, ფინალი ქუთაისში ძალიან საინტერესო. ქუთაისის აია უმასპინძლებს ბათუმს, მესერუ გაბუნია ვარ დღეს შევთეთეთ შეხვედრას, ლუკა კილასონია წაიყვანს. შუადღემშვიდობის ძვირფასო გულშემატკივრებო, როგორც უკვე სერგომ მოგახსენათ, დასკვნითი ეტაპი მოკლედ საქართველოს შიდა ჩემპიონატისა, დიდი 10-ის დიდი ფინალი, რომელიც იმართება ესეთ არაჩვეულებრივ გარემოში, თქვენთანაც თვითონ ხედავთ, როგორი კარგი და ბიბინა ბალახი არის ქუთაისის აია არენაზე, ქუთაისშია თამაში. ეს დამოკიდებულების კავშირმა თუ მკითხავ ჭკვიანურად გადაწყვიტა იქ ჩაეტარებინა ფინალი. რაღა დავაყვნოთ და მოდი გადავიდეთ პირდაპირ შემადგენლობების გაცნობაზე. მე მასპინძლებს გაგაცნობთ. ბაჩუკი ბარათაშვილი ნომერი 1, საბა ხონელიძე 2, გიორგი ქიმუცაძე ნომერი 3. მეორე ხაზი ილია გაბისონია და სტივენი იამბაკი შეუწყვილდებიან ერთმანეთს. მესამე ხაზი 6 საბა ლაღაძე, ჯიუტა ბატირერენგა 7, 8 დავით ვარდანიძე. შერკინების ნახევარმცველი იგივე 9 ნომერი დავით კლდიაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი გუნდის კაპიტანი იქნება დღეს და 10 ნომრად დაიწყებს შეხვედრას. ტიმოთი მბოლა 11, ანზორ სარალიძე 12, გიორგი ფრუიძე 13, ნიკა ღლონტი 14 და 15 ნომერზე ფულბეკად ოთარ მეტრეველი დასკვნის შეკრავს გუნდს. გიორგი ჭულუხაძე გუნდის მენეჯერი და გიორგი ნემსაძე მთავარი მწვრთნელი გახლავთ დღევანდელ შეხვედრაში. ბათუმი 1-ზე ალეკო შამილიშვილი, 2 ვაჟა თაგაური, 3 ჯაბა შატერიშვილი, 4-ზე ნუკრი ფერსელიძე, 5 გაგარაბული, 6 გიორგი თხილაიშვილი, 7 გუნდის კაპიტანი მოусმინოთ. ორივე გუნდი რა თქმა უნდა საკანონმდებლო შესაბამისად იქნება უზადებული და რაკეტი იქნება ნაკრების შეწყობილი. მესამე გვაქვს რაღაც უპირატესობა, ორჯერ ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ მე თამაშიდან ანგარიში დავმარცხდით, რომ ბათუმსაც აქვს რაღაც უპირატესობა ამ კუთხით. რა ვიცი, ვეცდებით, რომ ფინალის შესაბამისი თამაში იყოს, ლაღი, სანახაობრივი, არამხოლოდ რეზულტატზე გათვლილი, ყოველთვის ქუთაისის თამაში იყო ჩქარი, სანახაობრივი და ვეცდებით, რომ ესე დავიჭიროთ ჩვენ თამაში. არა, რა თქმა უნდა ეს რაღაც უპირატესობას გვაძლევს. ჩვენ ჩემპიონატის კალენდარიც ისე არის დალაგებული, რომ თუ პირველზე დაამთავრებ რაღაც უპირატესობა ვრჩევათ, მაქსიმალურად ჩავდეთ ჩვენი გეგმა ეს იყო, რომ პირველზე დაგვემთავრებია და შემდეგ ასე ვთქვათ, დასვენებისთვის მეტი დრო დაგვეთქო და ნუ რაღაც უპირატესობას რა თქმა უნდა ეს ფულს. მადლობა. ქუთაისში თამაშიც ამაზე დასვლაზე თამაში გამიმეცნეთ ხოლმე. არა, მომზადებულები ვართ, ვიცით რაც იქნება, რაც დაგვხდებოდა ამ თამაშზე. ჩვენი გულშემატკივრების მრავლად იქნებიან და იმათი მუხტი დაგვეხმარება. არა უშავს, 21-ში ფინალი წავაგეთ და რევანშის ვთქვათ ჩამოსულები. მადლობა. როგორ ფიქრობ, როგორი იქნება დღევანდელი თამაში და სად იქნება ბათუმის უპირატესობა? მივესალმები მაყურებელს პირველ რიგში. ვფიქრობ, ჩვენი უპირატესობა როგორც ფიზიკურ ასპექტში, ისე ღია თამაში იქნება და ნახოთ რა, ვფიქრობ, კარგი თამაში გამოვა და მაყურებელს პირდებით მაქსიმუმ შევდებთ, რა დაპირებული თასი ბათუმში დავაბრუნოთ. სეზონში ზოგიერთ შეხვედრებში უპირატესობა აიასაც
ახლა ალბათ კარგად იქნება გაანალიზებული. დიახ, ძალიან კარგი კვირა გავიარეთ, ანალიზი მოვახდინეთ წინა თამაშის, შეცდომებზე ვიმუშავეთ და ვეცდებით გამოვასწოროთ და ჩვენი ძლიერი მხარეები რაშცა იმაში იმით ვითამაშოთ რამე. თემოს გარდა რამოდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლია. ცოტა რთული იქნება რა თქმა უნდა მათი ჩანაცვლება, მაგრამ ეს გუნდი არის, ესეთი სიტუაციები ხდება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და შევეცდებით, რომ სრულფასოვნად ჩავანაცვლოთ ის დამტრეული მოთამაშეები და ფინალი ერთი თამაშია მხოლოდ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვჭირს რა. სამთამაში გავიდეთ სამთამაში უდიადესობა თქვენ გაქვთ და საუკეთესო ვიცი ალბათ შენ რაიმონდთან უდიადესობა რამდენად იქნება იმ გამოთამაშებზე გამარჯვებული ის შენი ხო, წინა თამაშებიდან კარგად ვიცით, ყველაზე ნაცნობი მეტოქია ბათუმი ჩვენთვის, ყველაზე მეჯერ სწორედ მათ დაუპირისპირდით. ჩვენ რაღაცა ჩვენი გეგმები გვაქვს, კერძოდ ამ თამაშისთვის მონახაზი და რავი შევეცდებით, რომ ჩვენ გეგმას და ჩვენ სათამაშო სტილს მივყვეთ და უკვე დანარჩენ შედეგიც გვაჩვენებს, ესე ვფიქრობ რა. სად ვართ ყველაფრისთვის. საშინაო არენაზე წელს. ხო, რამდენადაც мотивация იმან შეიძლება მიფიციკოს, როგორც კომიტოს საშინაო. იდეალურად გზრობს არანაირი წნეხი არა გვაქვს, პირიქით წნეხი მე მგონია რომ ბათუმს დაედება უფრო ამით, ჩვენ კედლებში ვართ, ძალიან ნაცნობ გარემოში ვართ. ჩვენ საყვარელი შემატკივართან ერთად ვართ და სად ვართ სრულიად მაგარი თამაშისთვის და გამარჯვებისთვის. ხოლმე და ხოლმე ჩემპიონი. მადლობა, წარმატება. ხო, დაუბრუნდეთ გუნდების შემადგენლობას, ბათუმის შემადგენლობას გასულით 6-ე გიორგი თხილაშვილი, 7-ზე გუნდის კაპიტანი ვანო ფუტკარაძე, 8 გიორგი შუგაგიძე, 9 არჩილ თუმანიძე, 10 რეზი ჭიჭველაშვილი, 11 პიტერ ვილიამს, 12 ბუბანოზაძე, 13 კავეკინი ტამბუ, 14-ზე გიორგი ზიკალოვი, 15-ზე ვაჟა მიქაძე, გუნდის თავმჯდომარე ირაკლი ნიძე, პალიკო ჯიფშალაძე ეხმარება მას, ხოლო გუნდის მენეჯერი გიგა ხოჭოლავა. ხო, მომსახურე პერსონალი ახლა ბრიგადაც დავასახელოთ დღევანდელ შეხვედრას, ვინ ემსახურება ცენტრალური მსაჯი დღევანდელი შეხვედრისა შოთა თევზაძე, კიდევ მსაჯები არიან საპა აბულაშვილი, შოთი წაგარეიშვილი, ვიდეო რეფერი იოსებ ჯაფარიძე, მეოთხე დავით ჯალტუნოვი და მეხუთე გიგა სხილაძე, ჟიურის წევრი ყავს რაულ წეველიძე, ხიძელითვალი გელამშვილდაძე, დელეგატი გოგი ჭიჭინაძე და მდივანი ირაკლი დათიაშვილი. მოკლედ დაძაბულობას ველით სერგო, როგორც უკვე თქვენს ორივე მწვრთნელმა ეს პირველი მათი შეხვედრა არ არის, მოგეხსენებათ 18 ტური დატარდება საქართველოს შიდა ჩემპიონატში და შემდეგ გადავდივართ პლეი-ოფებში. ამ 18 ტურში ორჯერ ეთამაშება ერთი და იგივე გუნდი ერთმანეთს. შემდეგ უკვე კიდევ ერთხელ შეხვდნენ, ხო? პირველ პლეი-ოფში ბათუმი და ქუთაისის აია, სადაც ქუთაისის აიამ მიმარჯვა 11-10 და აგერ უკვე მოკლედ მეოთხედ ხვდებიან ერთმანეთს, ამაზე მეტი თეორიულადაც შეუძლებელია ისე მოწყობილი მოკლედ ჩვენი ჩემპიონატი. კი ბატონო, აიას გიორგი ბაბუნაშვილი ისაუბრა, აიას დიდი დანაკლისი განიცადა აიამ ფინალის წინ, გამოვაგდათ მათ თემურ კოხოძე, ჩემპიონატის საუკეთესო მელოვე, თუ არ ვსწრები გადაასწორეს ბოლოს რუსთაველებმა, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო მელოვე udavot და ასევე ირაკლი სიმსივე, რომელიც წინა თამაში ნახევარფინალში სწორედ მიიღო შერყევა ტამბუსთან ჯახში, მოკლედ არის დანაკლისი ასევე რატოღაც მარკაფაშია 9 ნომერი ზურაბ ხუციძე ხო ძირითადად როგორც წესი ძირითადად ის იყო ხოლმე მოკლედ ცოტა გადახალისება აია ბათუმი ძალიან კარგი შემადგენლობითაა ბათუმაც წინა თამაშიდან განსხვავებით აიასთან ნახევარფინალში რო ახსენოთ გააკეთა გადაადგილებები გიორგი ზიკლაური თაზე გადაიყვანეს და ბუბან ოზაძე განმოწიეს 12-ზე ეს ფაქტობრივად ბათუმი ვითამაშებს 2-10 ნომრით ეს რა თქმა უნდა გაშლის მეც საშუალებას მიცემს ნახოთ აი გამოდიან გუნდებიდან ხედავთ ჩემპიონის და რა თქმა უნდა ეს თასი ყოველთვის არ იყო, მაგრამ გეტყვით რომ აი 5ჯერ არის საქართველოს ჩემპიონი, ხოლო ბათუმი 4ჯერ. ასე რომ ბათუმს ექნება შანსი გაუთანამდეს აიას, ხოლო აია კიდევ უფრო გადაასვეს ბათუმს და უფრო მიუახლოვდეს ლოკომოტივს.
და ასევე ვახსენოთ ის წერია რომ 2018 წლის შემდეგ თბილისური კლუბი არ დაუფლებია საქართველოს ჩემპიონატის დას რეგიონები, ესე იგი რაც უპირატესობაში არიან. კი, ახლა მოვისმენთ საქართველოს იმს. მედია. ქალბატონებო და ბატონებო. რა კაი ხედია. საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ესეც ასე მოკლედ კლიანად დაძაბულ ბრძოლას ველით წამზე ჩასვენს შოთა თევზაძე დაწყებით სასვენს და დაიწყება დღევანდელი შეხვედრა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ თამაში მიმდინარეობს ქუთაისში აია არენაზე. წითელ ფორმაში არიან გამოწყობილი სტუმრები ბათუმის ბათუმი, ხოლო ლურჯ ფორმაში მასპინძელი მხარე ქუთაისის აია. კი, ხედავთ საფარი კარგ მდგომარეობაშია, დასვენებული იყო სტადიონი რამდენიმე თვე, ვთქვათ, ემზადებოდა ფინალისთვის. და ხო, კი ბატონო, აიაც გავიდა ფინალში და რა თქმა უნდა, ყოველთვის ეს მაყურებლის რაოდენობას დის, როცა ფინალში გადის ის გუნდი, ის სტადიონზეც არის თამაში. შოთა თევზაძე, რომელსაც ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და ხედავთ, მიიღო ბოლო წელს სხვათა შორის ვაკვირდები როტაცია სულ საჯების ფინალებს ასე არ არის ერთი ეგრებს საჯობდეს. ასე რომ შარშენ იყო ნიკამაშუკელი, იმის წინ იყო საბა აბულაშვილი. ამინდებს გავიმართლა სხვათა შორის. აი მზეც თუ გადავა აბსოლუტურად სრული, ესე იგი რაგბის სათამაშო ამინდი იქნება. იქნება, როდესაც ქარი არ არის, არც ვიმა, თბილა და ღრუბლიანობა. არც ერთი ფაქტორი ამ დროს მობურთავებს ხელს არ უშლის დაკიდეს ქუთაისის აიას ბიჭებმა. მიიღებაზე კარგები იყვნენ და პირველივე წამზე ჯარიმა მაღლა მოუვიდა ბოჭვა იქ ქუთაისელ მორაგბეს. კი, ვარდანიძემ ცოტა ვერ მოითმინა და აიღო ჯარიმა. ეგრევე და თქმა უნდა გაცა სასტვენი, არასაჭირო ჯარიმა რა თქმა უნდა, დაუშვეს ხომ. სხვა შორის ორივე გუნდის მწვრთნელის კომენტარი ძალიან შესაძლებელია, ორივემ კარგად შეაფასა მდგომარეობა და ასევე დავამატებდი რომ ბათუმის მწვრთნელმაც კარგი წინადადება თქვა რომ ვინც უფრო მეტ მოთმინებას გამოიჩენს და ნაკლებ დარღვევებს აიღებსო, სავარაუდოდ უპირატესობა იმას ექნებაო. კი ბატონო, ეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფინალში განსაკუთრებით. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი და განსაკუთრებით მნიშვნელობა ექნება ისეთი ჯარიმების არაღებას, როდესაც თქვა წნეხში არ ახარ და რაღაც განსაკუთრებული ახერხება. საჭიროებას რომელიც არ მოითხოვს, როგორც ჩვენ ვერ ეძახით ხოლმე. კი ბატონო, ეს არის ისეთი კრიტიკული კარგად ახმოიგეს ბათუმელებმა და გაიტანეს ხაზებუთი. მაღალი აბრაგანი დინჭელაშვილის შესრულებით, თუმცა დასწრებაზე სათამაშო არ იყო და აბრუნებს ქუთაისის აია ფეხს. ვიიღო ვაჟამიქაძემ, კარგად წამოვიდა დასვა მეტოქე და ბუთის დაკარგა. კონჩეტევაზე ვნახოთ რას იზავს ქუთაისის აია, მარცხნივ სწრაფად უნდა გაიტანონ ბურთი, ასეც ხდება მორკინალები, თითო ერთი დარტყმა, კარგად იარეს წინ. მარცხნივ კლდიაშვილი გადის, ბაბუნაშვილი ახლოში შეყვანილი, იამბაკი.
კარგი ბოჭვა გაუკეთეს იანბაკის. გამოშალა აიან ბაბუნაშვილი ჩაერთო ხაზი გააქტიურდა მეტრეველი. თუ აი ესეთ ტემპში და ასეთ ბურთაობას შეინარჩუნებენ, ძალიან სიამოვნები დავრჩებით. არ ექნება არავითარი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, შედეგს. უბრალოდ კარგი რაგბი ვნახოთ. ფროიძე შემოტყდა შიგნით, შეინარჩუნა. მუდი ჩანს, არ იქნება აქ ჯარიმა. და ლაღაძე უშვებს მარტივ შეცვლას. პირველი შერკინება მესამე წუთს. კი ბატონო, აქ აღნიშნე, რა თქმა უნდა, ეს კონკრეტულად ეს შეტევა რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს არ არის ტემპი, რასაც ჩვენ დიდად შევართ მიჩვეულ და შენ რაც დაგეთახმები, ეს თუ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, თუ რომელიმე გუნდი ამ ტემპში ითამაშებს, დიდი ალბათობით ის გუნდი მოიგებს გარწმუნებთ. თუ შეძლებს ამ თქვათ დიდხანს ამ როგორც წესი ხომე, რო გადავავლოთ სერგო თვალი და გასულ მას რა ქვია, პლეიოფებს. ყველაზე ესეთ სანახაობრივი თამაში ალბათ რუსთავის ხარებისა და ბათუმის და რუსთავის ხარების წინა გასული კვირის თამაში იყო. იქ ბევრი ლელო და ბევრი ბურთავა იყო. დანარჩენი თამაშები რა თქმა უნდა დაძაბული იყო, მაგრამ ესეთი სალაღობო და რაღაცა ესეთი თამაში, ღია თამაში არ ჩანდა. თუმცა ამას ვითვალისწინებთ ის, რომ ფინალური ეტაპებია და უშედეგოდ გუნდებს მოგება ნებისმიერ ფასად ვიდრე. თუმცა გიორგი ნესაძე თქვა, რომ აი მიუხედავად იმის, რომ ფინალია, მაინც ვეცდებით ჩვენი რაზე ვითამაშოთ. პირველი შეტევა დაუშვათ შეასრულეს სიტყვა ქუთაისზე. და ეს ფინალი კიდე იმითაა საინტერესო, რომ ესე იგი ყველაზე კარგი დაცვის მქონე გუნდია ბათუმი სტატისტიკურად და ასევე ყველაზე კარგი შეტევის მქონე გუნდია ქუთაისაია, ასე რომ ეს თქვა, რომ შემტევითი რაგბი, დაცვითი რაგბის პირისპირ ცეცხლი ყინულის წინააღმდეგ ესე იგი. იმედია შერკინებებში არ გავწვალდებით. დიახ, ეს არის. არ მოუწევს საერთოდ და ჩვენ ზედმეტი დროის დახარჯვა შერკინებებში და ბათუმის გულშემატკივარი უფრო ყოჩაღობს ჯერჯერობით. ქუთაისელები თითქოს ჩაჭრენ, მაგრამ ბურთირახან გავიდა აძლევს თამაშის გაგრძელების უფლებას და სწორადაც სულ დიპასი გავიდა ტამბუზე და ეს კაცი აი და დაუვარდა ბურთი. არა, არ დავარდნია, ბათუმის შეტანილი ბურთია და ფეხით გადავიდნენ წინ. ადგილზე არიან უკანა ხაზი ქუთაისელების ბაბუნაშვილი ხელდახელ მოაქვს ჯერ მარცხნივ მიხმარება არის მოკლე გადაკიდება და ჯარიმა დაუშვეს აქ ბათუმელებმა შეცვალა. თუმცა ეს თამაშგარი უფრო იყო იმ არადამაჯერებელი ეპიზოდის ბრალი. აი არა ფლატ კარგი გადაცემა რომელიც არ წავიდა, ხო? რას კარებში ალბათ, ხო? კი, ბაბუნაშვილი კარებში უხდებს. პირველი წუთებია არ არის ხა თან, მაგრამ ძალიან რთული ჯარიმა, არც შევა იოლია, მაგრამ გასატანი არ გასტანი კატეგორიაში გადის. აი ხო ამ ეპიზოდში მოყვა იქ კი და აი 2-3 ადამიანი თუ ხედავ დაიძრა წინ, რაც გამგასრებულია მოგეხსენებათ გასულ წელს ფეხის დარტყმელზე წინ მყოფი მორაგბეები აუცილებლად უნდა მოძრავდნენ უკან. ადრე თუ იყო ის წესი რომ შეგეძლო უბრალოდ დგომა ადგილზე და ხელი არ შეგეშალა, ეს წესი ამოვარდა. და უკვე ძალიან დაფასდა ამ წესის გამო ესე გამქცევით 15 ნომრები ღვთის მოთამაშეები უკვე ეძლებათ ბეტის სივრცე და კარგი წესია ესე ვიტყოდი, ერთ-ერთი კარგი წესია ნამდვილად. აცილა ბაბუნაშვილმა 0-0 ანგარიში არ გახსნილა. არ ტელევიზიის ბრალია თუ ძალიან კარგად გამოიყურება მოედნის საფარი ესე. ხო, დასვენებული მე მგონი 3-4 თვე არ უთამაშია აქ არავის და ასე თავარი პრობლემა არის ეს რომ სასურველია რომ ამიტომ აი უმეტესად აი თამაშობს ადარი გამოიდანს და რაც არის რეპორტაჟშიც ცუდია და ხარისხის ნაკლებია და რა თქმა უნდა თუ შეძლებენ ამ ხარისხის ხშირად შენარჩუნებას რაც რა თქმა უნდა იოლი არ არის ჩვენს პირობებში მოგესალმებით ხარჯია და ჯერ განებრებული არა ვართ მაინც და მაინც დიდი ფინანსებით აქ ლონტმა მიიღო მიცა ვარდანიძეს ვარდანიძე აფეთქდა მოხარა თავი წავიდა კარგი გაწმენდა იანბაკი და ჩართეს ხაზი მოთამაშეები ბაბუნაშვილი შეიყვანა სალალიძე და აქვს იმცე მეტრეველი ბაბუნაშვილი რა კარგი შეტევა განახორციელეს ქუთაისელებმა კლდიაშვილი სწრაფად უნდა გამოვიდეს ბურთი არა ბურთი შეყონდა ძალიან შეყონდა
პასი ბატირენგა. ბატირენგამ შეუტია ისევ ხუთმეტიან ზონაში და თვითონ დაედო კლდიაჟულს მე მგონი. რა თქმა უნდა. თუ კადრმა არ მოგვატყუა ჩვენ. რა თქმა უნდა, ხო მე მგონი რა ვიცი. ნუ ყოველთვის აღარ აქვს რაოდენობა. და პირველ ლელო აუცილებლად გავა ფრუიძე იქნება ლელოს ავტორი. არაჩვეულებრივი ხასის გაჭრა კარგი მიყოლა და ბურთაობა ქუთაისის აიას შესრულებით 5-0 გაიხსნა ანგარიში. წინვალე შეტევა იქ ბაბუნაშვილმა სარაიზე შეუშვა შარაიზე მეტრებელი შეუშვა უფრო სწორად მეტრებელი ძალიან სწრაფია სასაული ბოჭო გაუკეთეს ბაბუნაშვილს გადაარჩინეს ლელო მაგრამ იქ იმხელა ოპერატესობა იყო მიუხედავად იმისა რომ იქ შეყონდა აია მაინც იყო რაოდენობა მარცხენა ფლანგზე იქ წიპას ხო არ ამოწმენ ბაბუნაშვილის მეტრებელზე და ვიდეო რეფერით ჩაერთო. ხო, ნახოთ ეს ეპიზოდი გადასამოწმებელია ალბათ. ეს კი ჩვენი ახალი პრეზიდენტი დავით გაჭარავა სხვათა შორის ჩვენს ტელეეკრანზე. ნახოთ აქ გადამოწმება ალბათ მე მგონი ციპას ამოწმებს სხვა არ მეგონი თითქოს გაიჭვა არაფერი არ იყო. ხოშობა თითქოს არის ხო არსად. მე ხედავ. მე რასაც ხედავ, შოთი, ხაბი. ჩვენ არ გვანახებთ. რაც ჩანს ხელიდან 10 ნომრის ხელიდან ბურთი წინ ტოვებს. ხო, ანუ გაუხდება ეს. პასი არის. ლელო გაუხდება და უპირატესობა დაუბრუნდება თამაშგარის 5 მეტრიანს. მარა 5 მეტრიანში. ხო, უპირატესობა ქონდა იმას. ხო, გასაგებია. ხო, დაუბრუნდება უპირატესობა. კარგი, ლელო არ იქნება, შერკინება იქნება ბათუმის ადგილი მითხარი. ბათუმს ეთყობა ალეკო შამეიშვილმა ვეღარ გააგრძელა თამაში. დაინკრო ალბათ. და კობახიძე შემოვიდა მოსახლე. ხო, იქ რა თქმა უნდა ის ჯარიან მე ვერანაირად ვერ იქნებოდა ჯარიმა. ხო, უხეშობა არ ყოფილა ესე თქვა და უხეშობა თუ გადაწონდა მარტო ალბათ ხო? ხო, თუმცა ეს აღნიშნოთ რომ აიამ დაიწყო ძალიან მაგარი შეტევებით. ეს მოცემულობა კარგი შეიძლება განახორციელოს. ჩაითო დრო. და ეს რა თქმა უნდა დარტყმა ბათუმისთვის ჩამინიშვილის ანუ ბურჯი ისეთი პოზიცია რომ მათ ჭირდებათ ენერგია და ახლა თუ ამ კობახიძეს მოუწია ფაქტობრივად 60 წუთის თამაში ეს მისთვის დიდი დატვირთვა იქნება. აქ სხვათა შორის ბათუმის მუშამატვისმა უფრო გვესმის ყოველში ჩვენ. ძალიან კარგად დგას შერკინება. ამოვიდა უნდა გაიტანოს თუმანიძე მოიხსნა რანოვით შეუტია შუაკიძე იყო. შათერიშვილი წავიდა წინ. ნიკაძე. გაძრა კიდევ ერთხელ. და არა, გადაყარეს ბათუმელებმა და ეხლა თუმანიძე უკვე ფეხს აწევს. შორს მოვიდა და ალაზე დაიჭირა კარგი დატმული. მეტრეველმა დაარტყა, აუჩი დაარტყა, ბათუმელებმა სწრაფად არ შემოაგდეს, ხო არ არის გასაკვირი, რა თქმა უნდა, სწრაფ თამაშზე აია გააკეთებს აქცენტს და ბათუმი თავისი ძიმე თამაშით ეცდება შექმნას უპირატესობა. ვიტერი ხაზზე ხარ თქვენ აია. ბათუმი შეკრება აღარა. არა უშავს. მესმის ვარ ცოტა გაშინილები უნდა იყოს. და ეს თავარი კომბინაცია ბათუმის მივიდა ტამბუზე და ტამბუ შეიტრია უკეთაც. რამდენი მეტრია არა ტამბუ დიდი უპირატესობა მოუტანა. ფუტკარაძე მანაც მოიგო კონტაქტი.
არაკვეთიდან უნდა გავიდეს. მარცხენა ფლანგს წურავენ ბოლომდე. ხილაიშვილი წავიდა წინ. კონტაქტი შენარჩუნება 10 მეტრიან წყვეტილ ხაზთან მივიდნენ. გავიდა ხაზზე ბურთი. შათერიშვილი ფეხებში შეგვიძლია. კარგი ბოჭვა გაუკეთეს შათერიშვილს. სტრაფაცევს იქ და ფროიძე ცოტა აცდა ბოჭვას, თუმცა კარგი ჩანაფიქრი ჰქონდა, კარგი ამოგდება იქ და ნიკოლა ჩინითარი და ფანტასტიკური ხელის გამოკრა იქ. ილია გაბისონია შესრულებით და გადაუვარდა ბურთი წინ და შემდეგ დაწოლებულმა აღარ გაუშვა ხელი, რა თქმა უნდა. კი, ამ კაცს გაბისონიამ კარგად ითამაშა იქ ძალიან, ბოჭვას ვეღარ აკეთებდა და მე ხელი გამოკრა გაქცეულ კაცს და წააქცია კაცს. კი, ტამბუ ეს არის თავარი ძალა. რა თქმა უნდა, რაგბი გუნდური სპორტია, მაგრამ დამოგვიყვი რომ ტამბუზე არის აგებული ძალიან ბევრი ბათუმში და ამიტომ ვაია თუ ვერ გააჩერებს ტამბუს, ცხოვრებას გაითურებს. თუ გააჩერებს, გაიოლებს. ხედავთ რომ ორჯერ უკვე ძალიან ეფექტური იყო ტამბუ. აი აქ დააკვირდით. აი გაბისონია ახლა მისდევს და იცის რომ ბოჭვას ვეღარ უკეთებს და აი ძალიან კარგად ითამაშა დაცვაში. დაწყე შედი კარგი იყო ყრიაშვილიც. და დაკარგა აი ამ ბუთი. არასწორი მოწოდებაო როგორც გავიდა. ხო. ახტენენ თან ბათუმელები რომ არ ამხდარიყვნენ მოგეხსენებათ ახალი წესების თანახმად უბრალოდ წესებში ცვლილებების შეტანის თანახმად თუ არასწორი მოწოდება მოხდა მაგრამ მოწინააღმდეგე არ ახდა არ მოინდომა ბურთისთვის ორთაბრძოლა მაშინ თამაში გრძელდება კი აქ ბათუმმა აიღო შერკინება რა თქმა უნდა ისინი აკეთებენ ამაზე აქცენტს რომ მეტოქე დააჯარიმონ და შემდეგ ალბათ აუძე ითამაშონ ადრე გადასვლაზე თავისუფალი სავარაუდო შერკინებას აი არა გაათამაშეს წავიდა შუაგრძე საფეხბურთოა კარგი წამღებია ძალიან კიდევ ერთი კარგი მიზალება კობახიძე რომელიც ასევე ბრწყინვალეა ბუთით ხელში და ტამბუმ დაკარგა გააქტიურდა პირველ წუთის მერე უკვე ბათუმმა ჩაიგდო ბუთი ხელში და აია ვერ გადადის თავის ნახევრიდან. აქ არის ბიჭები. დავაკვირდები, მაგრამ ეხლა რომ გამოჩნდა წინ და დაბლატახეს რა. აქეთ კარგი იყო მადლობა. აი აქ მოვეწყოთ ბუდი. კორგოსები. გარეთ და მაღლა. კარგი იყო აქ ტამბუ, მაგრამ აი ბოლო წამს გააგდებია სარალიძე ბუთი. შეკურა შეკინე მოეცნა ვარდანიძე წამოვიდა მარჯვნი ბოლამაც კარგი კონტაქტი სამ ადამიანს მოუგო კონტაქტი ერთ-ერთი არა ერთი სამზე ორთაბრძოლა მოიგო და სავარაუდო არა წავიდა ძირს ბურთი თუ გამოჩნდა თუ არა და თავისუფალი არტმა ერგება ბათუმს გაჭედეს ცოტა გამართული მიწა ბაჭუკი ბარათაშვილი და გაუჭედეს. თავისუფალია. არ შეიძლება თავისუფალი. აი აქ. უნდა გაათამაშოს აქ ჩვენი წესით მოგესალმებათ. გაჭედილ მოლზე აღარ არის. ზერგო, ჩვენი ძალიან კარგი წესის შესაბამისი. რომელიც ალბათ ყველგან შემოვა. შათერიშვილი. მიხაძე გაძვრა კიდევ ერთხელ რამდენიმე კონტაქტი კარგად თამაშობს ძალიან ეს ბიჭი და ფუტკარაძე ისიც ძალისმიერია თუმცა ამჯერად პასი გააკეთა 22 მეტრიან ზონამდე მიაღწიეს ბათუმელებმა მარცხენა ფლანგზე ცუდი პასი ნაწიოს ხაზი ქუთაისის აიამ დაკარგა ოდნავ წინსვლა ბათუმმა ცუდი გადაცემის გამო თურმაინძე ორკინალები იქვე დარტყმას ახორციელებენ
მოიგო არაბულმა კი ბატონო ჩავარდნაზე გადაყრაზე და ფეხი იტკინა ჯიუტა ბატირერენგამ ეს იქნება შეუცვლელი დანაკლისი მე ვიტყოდი თუ ჯიუტამ ვერ მოახერხა თამაშის გაგრძელება ეგრეთ წოდებული ნიანგისებრი გადაყრა ნუ უხეშობა დავინახე რომ გადმოატრიალა მაგრამ სად დაეცა ვერ დავინახე ჯარიმა არის აუცილებელი თურმე მეტია მეტყვია არა ბიჭი არის ხო გადატრია ნულია ხო ამოწევს აქ უკვე კამერას უკან სოსო ჯაფარიძე ეპიზოდს ჯარიმა უეჭველია და თუ კიდევ რამე განსაკუთრებული ხეშობა განიკი ბატონო არჩევს ჯიუტას ყვირის ენგორი ჯიუტას ყვირის და ჯიუტა იმიტომ რომ ძალიან შეუყვარდა თუ წამოდგა ჯიუტა არ ვიცი ჯიუტა მე ვიტყოდი ალბათ გიორგი ბაბუნაშთან ერთად და მე მგონი აქ არის არისო მეტოქის ყვითელი არის არ ვიცი რა გადაწყვიტავენ კი ბატონო აი შეახტა გადმოეკიდა ბოლომდე დაუმთავრა ფეხი ძალიან ანუ ორი ნომერი აკეთებს სუფთა და აშკარად ნიანგისებურ გადაყრას შეხტომით ატრიალებს კაც თელი წონა და წნეხი გადადის მუხზე ტრიალდება ძალიან მაღალი საფრთხის დონეა ჩემთვის წითელი ბარათი ბოლომდე ხელი არ გაუშვია წითელი ბარათი ხო, აქ იქნება ეს გადაწყვეტილება, რაც უკა მივარაუდა, მაგრამ ხმამაღლა მაინც ვერ თქვით, იმიტომ რომ უედაზე საჯით ყიდავს, ძალიან ცუდად იგებს მაგას ხალხი რა, მერე და საჯსაც მერე ცუდ დღეში ვაგდებ ხოლმე რა, აბსოლუტურად მართებული წითელი ბარათია რა. სუფთა და აშკარად ატრიალებს, ნიანგისებური გადაყრა, მთელი წონა გადადის მოთამაშის მუხზე, ძალიან მაღალი საფრთხის დონეა და წითელი ბარათი. ეს დიდი დაწყმა თაგაური ძალიან კარგი კვაჭია. კი და კარგი მოთამაშე და კარგი ადამიანიც არის ძალიან, მაგრამ ნუ ხდება ასეთი რაღაცეები ხა წესია რა. რა თქმა უნდა. ხო, ნუ შენ რაც პირდაპირ ესე ვთქვათ კიდევაც რომ ნუ უკა მოგხსენებთ საჯებთან ძალიან შეხება აქვს რა თქმა ასე რომ ხო უბრალოდ ყოველთვის შეიძლება იყოს საჯის გადაწყვეტილება განსხვავებული და ამიტომ ეს გამოიწვევს გაუგებრობას და აუცილებლად დავალოთ საჯის გადაწყვეტილებას ანუ საჯობა ძალიან რთული პროფესიაა რა აი ნიკასთან ძალიან ხშირად მიწევს ხოლმე ლაპარაკი ხო ნუ რა დონეზეა ხა ნიკა ასული და როდესაც მისი გარჩევები მიდის ან საჯებშიც აზრთა სხვადასხვაობა არ არის ისჩვიათი რა ხშირია საკმაოდ ხო რომ ვიღაცამ შეიძლება ეს შეთხოვოს თუმცა მაქსიმალურად ახლოს უნდა მიხვიდე ხა. აი მქმედების გამო რაც შემთხვევით რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ რომ ვაჟა თაგაურს არავითარ შემთხვევაში ზიანის მეყენება მოწინააღმდეგისთვის არ უნდოდა. მაგრამ ლამის აი ძალიან დაამტრიო მოთამაშე. არა მარტო დაიმტრეს, ამტრიო არა, ამ ბოჭვის გამო შეიძლება მოხდეს ისე რომ მას ზიანი მიადგეს რა. არა მარტო მას, აი დავუშვათ მაღალი ბოჭვის დროს შეიძლება საკუთარ თავს მიაყენო დიდი რისკი. ამიტომ ვერ ვიტყვით რომ არასწორი წითელი ბარათია. ხო ეს პრობლემაა ბათუმს, იმიტომ რომ ბათუმს მოუწევს სათარი კვაჭი შემოყვანა და ერთი კაცი უნდა დაიკლონ ან მესამე ხაზი, როგორც წესი მესამე ხაზიდან იკლებენ ხოლმე. ნახოთ რა გაწყვეტას მიიღებენ. აქ მოიგო კარგად აიან და წავიდა შეტევაში. იამბაკი მივიდა და ჩაიდნენ ბათუმელები კარგად. მე-16 წუთი 0-0 ანგარიში. კონტაქტი იყო მე გასწნარად მე თამაში დარჩით რა. გაათამაშა აქ მიქაძენ და წავიდა ბათუმი ნოზაძე მიყვება ტამბუ, ცუდი პასი მიცა და ამიტომ შეტევის სიმწავე აღარ იქნება ის სიმწავე შეტევას. რაღაცა იქ ვერ გაიგეს მე მგონი თურმანიძე მიძურება საბოლოოდ ისევ რაქია ხო არ ყავთ ფეხის დარტყმელიც თურმანიძე ჩაი რაქშია შეთრეული ასე რომ აქ მოუწევს კიდევ ერთი დარტყმის გაკეთება ბათუმს რომ წამოდგეს თურმანიძე კიბა ესეც არის
მაღალი აბრაგანი აწია საბრძოლოა თუ არა? არა, და ეუფლება ამას. მეტრეველი კარგად. თუმცა კარგი იყო ძალიან ბოჭაში ციკლაური. ციკლაური ძალიან აქტიური და კარგი მოთამაშეა. კი, განსაკუთრებით აი ეს დაცვა მისი ძალიან ძლიერი მხარეა. ნუ როგორც ჩვენ უკვე ახსენე, ბათუმს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდია დაცვის თამაში. და ყდიაშვილმა აწია აბრაგანი, საბრძოლო ბურთია. მოიგეს ქუთაისლება, იამბაკი გარბის შეუულია მას ნამდვილად ფეხის გაშლა. სუდი პასი. მისამართი ამ პასის ცოტა ვერ გავიგე. შეინარჩუნოს ბურთი ახლა აი ამ ბოლა. დახასივრცე გაძვრა. ჩავიდა ფრუიზემდე, ფრუიზე შეუულია გაჭრა, ოფლოუდი შეუძლია, მარდანიძე, ჯიუტა პატირერენგა, ვაღაძე. და ჩავარდნენ აქ რაკში ქუთაისლები. ნიკაძე საკმაოდ კარგად უტყამს. და ნახოთ ახლა წესი თუ ან უნდა სხვა უნდა გადაიბაროს აუცილებლობა ან და კვაჭუნაში, მაგრამ ამ შოუში კი იმაზე მაინც მოვუწევთ კვაჭი შემოყვანა, ესეც არის შემოვიდა თომკე გაბელაია და მინდა ტოვებს ისა საინტერესო ვის შეცვლიან და თამაშის ბოლომდე ის მორაგბე ვეღარ დაბრუნდება. შუკაკიძე მოხსნეს, ხო, ეს დარტყმა ძალიან. ახლა წესით რა უნდა ქნას ქუთაისის აიამ, რა ნებისმიერი ჯარიმა, ასეთ რამ უნდა შეკრას თამაში და ძალაში გადაიტანოს, ახან მათ კაცი აკლიათ. მოკლედ გასაყიდულობა უნდა გამოიყენონ, თუმცა აი მორალის თვალსაზრისით შეიძლება უფრო მოუმატოს ბათუმმა სხვათა შორის გასაყიდულობა, როგორც წესი ჩვენ საქართველოში ვისაც კაცი გაუგდეს ის უფრო უმატებს ხოლმე. ჩვენ გვახსოვს შენ ახსენე 2 წლის წინ რუსთავი, რომელსაც ასევე პირველივე წუთებზე საბაბულაშვილმა გააძევა იქაც უხეშობის გამო რუსთავის მოთამაშე და მათ ფინალი მოიგეს. კი ბატონო, ასე იყო ნამდვილად და ხდება ეს არ არის იშვიათი. რა თქმა უნდა უფრო ხშირია რომ ის მეტობაში ისიგებს, მაგრამ ხდება ისეც რომ იგებს კაცნაკული გუნდი. ადრეარა ბიჭები გაიტანე 22-ია. აქ ამზადებს კლდიაშვილი დარტყმას. მაინც დამეცხელი არ შეუშალა არავინ და ცუდად მიიღო აქ ვაჟამიკაძე. მეტი დრო მისცა ბათუმის რუსთავი იმედე და ქუთაისელებს რომ ხაზი აეწიათ და აი აქ ბოჭვა უნდა შეასრულონ და ოღონდ წესი დაიცვან. და კი აქ ჩააჩერე ქუთაისლები კი ბატონო, ნამდვილად ჯარიმა იყო. კი დომინირებს სტამბული. ну სიმსივეს გამოკლება ზოგადად ეს არის აუსტრის რომ სიმსივეც ფიზიკურად ძალიან ძლიერი შუამარბია და ის ფრუიზესთან ერთად უფრო ვთქვათ დაცვაში თქოს, მაგრამ სალარიძეც რა თქმა უნდა კარგი მორაგბეა, ასე რომ ჯერ ხოდ მეოცე წუთია. აქ რა ხდება ძალიან კარგი დარტყმა. კი დააგვიან და გადაყრაღი იყო გადაყორება ქუთაისელ მორაგბეს. ასე ხარ ბიჭები. ტელეფონში დაითვალე. ნერვიულობს ხედავთ პალიკოჯიში აძე ირაკლინიძე, რა თქმა უნდა თან ცუდ გომრებში ჩავარდა მათი გუნდი. ექსიკაცია. აუტი სულად მოიგეს. ნოზაძე. რატა ტამუს მაგრამ ცუდ მდგომარეობაში მიცა. ფროიძე კარგად შევიდა ბოჭვაზე.
შეატრიალეს შეტევის მიმართულება. გაგარაბული. რეზიჯიშვილი სულად ჩანდა ეს რომ აღარ იქონდა ცუდი შეტევა ქონდა უკვე ბათუმს. ფეხზე დამდგარი უტევდნენ მორაგბეები და ამას მოყვება ხოლმე ასეთ სიტუაციებს როგორც ეს შეცდომა. ნახოთ ბათუმი გააქტიურდა სხვათა შორის იმ პირველი 7 წუთის მერე ბათუმს აქვს უპირატესობა შეგვიძლია თქვა რომ აიას ნახევარზეა თამაში. ხდება წყლის შესვენება თუ უბრალოდ მგონი წყლის შესვენება კი ბატონო წყლის შესვენება ხო შევაფასოთ პირველი 20 წუთი თავიდან აი კარგად დაიწყო ელოზადო მაგრამ პატარა ხარვეზის გამო გაუკვდა და შემდეგ ბათუმმა მოიპოვა უპირატესობა სწორედ ამ დროს შემთხვევით ძალიან ცუდი რამე ვაჟა თაგაური მან დატოვა თამაში წითელი ბარათის გამო და ბათუმელები 14 იქნებიან თამაშის ბოლომდე. აგდეს პირველ კაცზე ორი ხედით მოიგო ქუთაისაიამ, მოლიქ ჩამოაყალიბეს. და კრიაშვილი ამზადებს დარტყმას. დაფარება მოხდა, იქ კონტრა საპროტესტება ვერ გავიდა კრიაშვილი. არა, ლეგალური იყო ყველაფერი, გვერდზე იყო საგარეიშვილი, ასე რომ აუტი იქნება აუიას უნდა უკან. სავარაუდოდ ჩუაკაცზე აგდებენ. მე თუ წავიკითხე ბათუმელებმაც როგორც ჩანს და ინარჩუნებს გურთს. რაგში გადავიდა თამაში. კლდიაშვილი ნახოთ. მგონი თვითონ გააკეთებს ფეხით გადასვლას წინ, ასეც ხდება. ცუდად დაარტყა. კარგი აქვს შანსი. ტამბუ. მისაფთაზე ნოზაძე წავიდა. შათერიშვილმა შეინარჩუნა ბურთი. მარცხნივ წამოვიდა შეტევა აწიეს ხაზის სწრაფად ქუთაისელებმა მეტნი იყვნენ ბათუმელები შეტევაში და კარგად ითამაშეს დაცვაში აქ ქუთაისელმა მორაგბეებმა გაგრძელება სად ხდება ხვალ ცოტა შეყონდა ბათუმი რაგში და აქ სხვა გზა არც არის ფეხი უნდა დაარტყას თურმანიც მეტრეველი ფანტასტიკური მიღება ჰაერში. ათამაშებს ბატირერენგას კრიაშვილი. კარგი დარტყმულია. და ჯარიმა რა თქმა უნდა აქ აბსოლუტურად ძალიანად ტიმოთიმ გოლას დამსახურებაა ჯარიმა. რომელმაც კარგად აწია ხაზი, ბოჭვაც კარგი გააკეთა, ისე რომ წესი არ დაარღვია და შემდეგ იქ ბათუმელები მათ სწორად ითამაშეს რომ დაჯარებდნენ მე თუ მკითხავ ვიტო რომ ბურთი რო გაე ალბათ ლელოს გაუშვებდნენ. და ჯობდა ჯარიმა დაგეთახმები. დიდი დარტყმა მიიღო აქ. და კარგი დარტყმა იყო კრიაშვილის სხვათა შორის. ამხტარიყო ალბათ მიხაძე ჰაერში და მაშინ ჯარიმაც გამოყოლა. ჯარიმა არა, მაგრამ დროს მიცემდა თავის მოთამაშეებსაც და 25 წუთი. ნახოთ აქ რა გაწყოს მიიღებენ კარების დარტყმა შეიძლება, მაგრამ უფრო მე მგონი აუტისკენ იხედება ბაბუნაშვილი. ბაბუნაშვილი უტყამს და 22 ხასთან იქნება აიას აუტი.
არ ახტა რა ბათუმი, ამიტომ არ მსაჯა და მიწოლა აიას დროს მოლში წისვლას. უნდა ჯარიმა რა თქმა უნდა. მიზრება ხონელიძე. თამაშობს იანბაკი. ბაჩუკი ბარათაშვილი მანაც წაიღო ბუთი წინ, არის გადაყრა. ლაღაძე. კარგი გაწმენდა რაკის. ხაზე თამაშობს აია. ცუდი პასი და ის ჯარიმა დაუბრუნდებათ. ჯარიმა ეხლა უკვე უფრო ახლოს შემდგრის შანსი აქვს აიას. აი ხა უნდა გადავიდნენ კიდეც და მიაწვნენ ბოლომდე. რა თქმა უნდა. ნუ ესეც ფაქტორია რა თქმა უნდა, რომ ერთი კაცი აკლია შეკინებაში. შეკინებაში უკვე აღარ აკლიათ, ხო შემოვიდა. ხაზის მოთამაშე არ გავიდა? ვინ და არა, შეკინებისა, შუკაკიძე გავიდა. შუკაკიძე გავიდა. არის სიღმეში მოიგეს იანბაკიზე. არ ახტნენ და სწორედაც ითამაშეს ბათუმელებმა და აქ აია წინ მიდის თუ არა ვერ მიდის მოეხსნა ხონელიძე მარტოა. შეინარჩუნა ბურთი ხონელიძემ. რერენგა. ბაჩუკი ბარათაშვილი კარგად ამუშავებს ფეხებს. ვიღაცას იქ ფეხსაცმელი გასწრა ამასობაში და ხონელიძე ახლოს არის. გრძელი გადაცემა და წესი პირველ ელაუნავეს. წინვალეთ მოადგიეს ეს იყო კლასიკა, როცა შეკინება მითამაშა იდეალურად. ცანოვენმა იგრძნო მომენტი, როდის უნდა გაეტანა ხაზე და ჭრაზე შევიდა გიორგი ფულიძე. მაინც გაიტანა ფულიძე მერე. გარდასახვაც კარგ პოზიციაში ექნება დასაფრთხე გიორგი ბაბუნაშვილს. 13 წუთი ჩვენი დრო წამი-წამში მიყვება შოთა თევზაძის მაჯის საათი და კი 20 წამი დაგჭირდა. აი 13. გარდასახვა ზუსტია 7-0 გავიდა 1-0 წინ. ხო, ჩვენ ესე იგი პლეიოფების სტადიაში ვაცხადებით ხოლმე თუ რა ხდება პრიზთან ფარვის შემთხვევაში, აქაც იგივე სისტემა მოქმედებს რა. ფრეზე ირიშნება 2 დამატებითი 10 წუთიანი დრო, შემდეგ ისის თუ ფრე დამთავრდა, მერე უკვე გადავდივართ ოღონდ პენლებში. ბანდის არის წითელბარდი. ეგენი ითვლება ყველაფერი ითვლება და მერე ყველაფერი თუ დაჭდა, მერე ანუ ის გუნდი არ იმარჯვებს, ვინც რეიტინგი უკეთესად დაამართა ამ შემთხვევაში, მერე გადადის სტარტმებში. რა თქმა უნდა. აქ რეზიჭიოს იმედი აქამდე არ მივალთ. ხო, რა თქმა უნდა. ეს პენლები უცხოა რაგბისტვის. დინა ხავს კარიერაში? მე ვითამაშე ერთხელ. კი, ერთხელ ვითამაშე დარტყმები. ბაშერის ქუთაისელ რა გუნდსა ბავშვობაში. არა წარმოგიდგენთ 15 წელი ვითამაშე რა კიდე მაგრამ ერთხელ და ნანახიც მარკ მხოლოდ ერთხელ კიდევ. ანუ ჩვენ ახალგაზრდა წელიწადში ორჯერ მომხდა ეს ჩემს სარაგბო კარიერაში. გიორგი ნემსაძე ავტოკომპანიანი, აი ეს საწნო შტაბი. ხო, აქ ცოტა ტემპი დავარდა და აი ეს უკვე ეს ტემპი აღარ აწყობს ბათუმს რა თქმა უნდა. და ისევ ტამბუ კი ბატონო, ისევ ტამბუ. მაგრამ ამჯერად ხაზე გაიტანა. ვილიამსი სწრაფია ძალიან. მაგრამ მარტოა და უნდა შებოჭონ. კარგად იარა ვილიამსმა. ბურთი შეინარჩუნეს. ისევ კარგი ბოჭყვა ლაღაძე. ჩავიდე ბუცე. არა უნდა გაუშვას ლაღაძემ. და ჯარიმის უპირატესობა აქ იჩქარეს ქუთაისელებმა. მოეწყო ლაღაძე წავიდა. ნოზაძე კარგად გაძრა. შინით ჯარიმის უპირატესობა ისევ აქვთ ბათუმელებს. კარგად წავიდა თხილაიშვილი.
წმეხია და ვერ მიდიან ბათუმელები წინ, ამიტომ დააბრუნებს შოა თევზაძე ჯარიმის უკეთესობას. სხვათა შორის აქენა შეუულია ვაჟამიქაძეს კარებში დარტყმა, შეიძლება ნოზაძემას დაარტყას, მაგრამ ვაჟამიქაძე მინახე შოუდან გაუტანია. შეიძლება კარში დარტყმაზე ფიქრი ნამდვილად. კი, მგონი კი, კარი, რა თქმა უნდა. ნოზაძე მიდის. ნოზაძე თული ჯარიმა, მაგრამ ნუ ეხლა რახან აღარაა თაგაური ეს არის ფინალი, რომ სხვა თუ შეუძლიათ სხვა მოთამაშეებმა უნდა შეძონ მაქსიმუმ რაღაც გაგებით თავისთავად გადაახდნენ და მათ შორის ეს შედის იმაში, რომ ესეთი ჯარიმებიც უკვე უნდა გაიტანოს ბათუმი. ნოზაძე ზუსტია 7-3. კარგი დარტყმული ძალიან. ბათუმის შემადგენლობიდან ჯარიმა გაიტანა ბუბა ნოზაძე, ნომერი 12. ანგარიშია 7-3. შეიყვანა ბაბუნაშვილმა, ცოტა ზანტა დავიდა აია, ეს არ იყო კარგი ასვლა მოფინალების მხრიდან. ათამაშები ფუტკარაძეს. კარგი დარტყმა. მიდი ცოტა ცოტა. აკიდეს მეტრეველი. ვახ, დაუვარდა. კარგი დაკიდებული იყო. ხედავთ როგორ აქტიურობს ბათუმის უშუალოდ და არ გვესმის ქუთაისლების ხმა. კარგი დაკიდებული იყო და წნეხში მოიქცა მეტრეველი. ჯარიმა ჩავარდა უკვე. აქედან კიდეზე უნდა გადავიდეს ბათუმი რა თქმა უნდა. მიდის ვაჟამიქაძე, კუთხე არ აქვს დიდი, ნახოთ როგორ დაარტყმის. თუმცა ცაცი არ არის ჯიჭოლში არ დაარტყა, ხო მარჯვენასთვის თითქოს პრობულხერხებელია და მაგდო გამიკვირდა. თუმცა კარგი იყო მიქაძე ყოჩახ. კარგი სეზონი აქვს ვაჟამიქაძეს, ის ნელოდან გადმოვიდა, ისე კი ფოთის სარაგოს სკოლის აღზრდილია. კარგი აუტი, წამოვიდა შეტევა ნოზაძე. მუშაობენ მოკინალები, გაბელაია, არის წისვლა. სევხაზე ვაჟამიქაძე. სათერიშვილი ფეხებში შებოჭეს. კოკი სახიფათო ასეთ მდგომარეობაში კარგად წაიღო. ფუტკარაძე ანაც წაწია ბუთი. მუშაობენ მოკინალები, კობახიძე ყოველთვის კარგი წამღებია. და დაკარგა ბუთი ჯარიმა ეს. არა, ბოჭვა იყო მანამდე, ხო. ანუ დაგეთანხმე პროფესორად. მოაქცია ბათუმმა წნეხში აია და ტაიმის გოლს რა თქმა უნდა აუცილებლად არც დაფიქრდებიან დაწინებული ვარ.
აი ეს შეხებულიას კი. კი, მესამე წერტილი უდევს და მე ამოაცალეს. და ეს უკვე ნამდვილად აუცილებლად გასატანი ჯარიმაა ნოზაძე და მინიმუმამდე შეუძლია ბატონის ყოვლის დაყვანა. ზუსტია ნოზაძე 7-6. ამჯერად ცენტრში საბრძოლო დაკიდა ბაბუნაშვილმა ტამბუს დაუვარდა. დიაშვილი მიძრება, გაძრა. მოგდება და ისე ქუთაისელებმა იყო ჩავლე, ეს შეინარჩუნეს. 5 მეტრეველი მივიდა გამტანის პოზიციაზე. იამბაკი კარგად ეძალება. ბაბუნაშვილი. კარგად ჩამოწეველია, ფანტასტიკია. რა პასია! არაჩვეულებრივი ამოგდება იქ ფრუიძის შესრულებით, უბრალოდ ვეღარ დაიჭირა კარგად. აქ გიორგი ბაბუნაშვილი ითხოვს თორზე უგურთოზე ბოჭვას. ნახო და შეამოწმეო თხოვს. შოთათე აქ წინვალეთ შეიყვანა ბაბუნაშვილა მეტრეველი ფრუიძე, საოცარი ფინტები. არა, არაფერი არ იყო ნამდვილად. არაფერი ბოჭვა, არაფერი არ იყო, უბრალოდ ვერ მიიღო. კი. თუმცა ფრუიძის არაჩვეულებრივი თამაში უნდა შევახოთ. აი, ძალიან კარგი თამაში. და გიორგი ქიმუცაძემ დატოვა მოედნის ფარგლები, როგორც ჩანს და მის ნაცვლად თამაში ჩაება ალეკო გიგაშვილი. კი, აქ გადაახლებს შეკინებას ურჩევნიათ ესე გამოსვლა ბათუმელებს, ჯიჭვაშვილი უთხრამს, ცუდად უთხრამს და კაისურცი აქვს ბატირერენგას, ამოვიდა ბატირერენგა, თუმცა დაახტვენ გააქვავეს ადგილზე. აქ ცოტა ზანტად მიიღეს ბურთი. გაშლა საჭირო გავიდა ხაზზე. ფრუიძე. არა, ბათუმელებისგან წავიდა ბურთი წინ, ბათუმელებისგან ასე გრძელდება აია შეტევა. სარალიძე წავიდა ჭრაზე. ბოლო ორი შეტევა ძალიან კარგად მიაქვს ქუთაისის აიას. გაბისონია ტაიმის მიწროს თუ აიღებენ ქობას. იამბაკი. ბატირერენგა მარტოა. ვერ ჩავიდა აქ. ბაბუნაშვილი არეკზე მიდის. და ზუსტია. 10-6. 10-6. კარგი შეტევა ძალიან აიასი და ბაბუნაშვილი ზუსტია, სხვათა შორის მან არეკნის შარშემნელ ფინალშიც გაიტანა. აიას შემოგელობით არეკნის დარტყმით ფულა მოუტანა გიორგი ბაბუნაშვილმა ნომერი 10. ნომერია 9-6. ანგარიშია 10-6. შეიყვანა რეზი ჯიჭვალშვილმა, კარგადაც შეიყვანა, მიიღო ბოლამ. მოაწყო მოკინალები კლდიაშვილმა, გააკეთა ბაჩუკი ბარათაშვილმა, კარგი დარტყმა ძალიან. გადის კლდიაშვილი, შორს უტყამს, სუდად მიიღო მიქაძემ. ჯიჭვალაშვილი წამოვიდა ჭრაზე. ტამბუ. კარგად შებოჭა ფრუიძემ, რა ბოჭვა გაუკეთა, გადმოაგდო.
მეტრეველი ბაბუნაშვილი მაღალი მაწია აბრაგანი და კუტაისელებმა უკანონო იმოძრავონ მეტრეველმა იყო ჩაღა ბოქსდა და აქ მერე იყო ჩაღეს დასვაში ბათუმელებმა გადავარდა წინ შერკინება იქნება სავარაუდოდ ბოლო გათამაშება კი და აქ რა თქმა უნდა ეცდება კიდევ ერთხელ ბათუმი რომ დააჯარიმოს მეტოქი აი ეს ეპიზოდი ნუ არეკნი ყოველთვის ლამაზია რა თქმა უნდა ეს ძველ რაგბში უფრო იყო არეკნი უფრო ჩვენი ვეტერანი მორაგბეებში უფრო ყავს ესე იგი მაგარი არეკნის დამტყველები მაგრამ არეკნი ადრე კი სერგო ძალიან ხშირი იყო მოგეხსენებათ ინგლისურ ნუ რაგბის და ჩამოყალიბების ქვეყანად ითვლება ინგლისი და ინგლისურად ლელოს ქვია კრაი ანუ რო გადამოთრაკნოთ ცდა რატომ მოდის ახლა ეს ვინც არ იცით გეტყვით რომ თავის დროს ლელო 0 ქულა იყო არაფერის არ გაძლევდა რა უბრალოდ რომ დაამიწებდი იმ ადგილას მერეც და გქონდა იმისა რომ ქულა აგეყო რასაც ახლა უკვე გარდასახვას ვეძახით მერე წამოვიდა რომ 1 ქულა გახდა 2 3 და ასე შემდეგ მე 4 ქულიან ლელოსაც კი არ მოსწრები ვარ მე პირდაპირ და მაშინ კარებში დაწმას და არექს იმიტომაც ქონდა უფრო დინიშობა რომ მაშინ უბრალოდ ელემენტარულად 4 ქულა 1 ქულა იყო მხოლოდ ლელოსა და იმაშოვის სხვაობა და ამიტომ უფრო мотиваციას აძლევდა რა თქმა უნდა რომ კარებში არეკნი მეტი დაეცხადა ხო წარმოიდგინე არეკნით 3 ქულა იყო და უნდა გეწვალა ისე იგი რამდენიმე წუთით 15 კაცს ყველაფერი დაგეხარჯა რომ 6 ქულა აგეყო როდესაც შეგეძლო კარგი ადგილი აგერჩია და აგერტყა ფეხი არეკნით და გაგეტანა 3 ქულა ამიტომ მერე ნელ-ნელა მიასაქმნეს რაგბის მამებმა წესებში ცვლილებები აი ესე მოვტირებს ყოველ წელიწადს სულ აღარ სიახლე და წინშლა ხდება ხოლმე და კიდევ ერთხელ დაჯერა რუსმენს როგორც ჩანს კუტაისაია და რას იზავს ნეტავ ბათუმის ბათუმი დაამთავრებს ტაიმს თუ არა არა არ დაამთავრებს რა თქმა უნდა არ მგონია ახლა ამაზე უარი თქვენ შეტევაზე ტაიმის ბოლოსკენ მაშა მიქაძე ცდება რომ კარგი მანძილი მოიგოს მას ძლიერი ფეხი აქვს და 22-იან ზონამდე კი მივიდნენ კი აუცილებლად ითამაშოს ბათუმი პრინციპში ისეთ გომორებში ჩავარდნენ მე ვფიქრობ მე ესეთი აზრი მაქვს რომ პრინციპში ნაკლულიან უკვე არ პრინციპში დასაღაც გაგებით დასაკარგიც ბევრი არაფერი აღარ აქვს ესე დასაკარგი როგორ არ აქვს მაგრამ ასე ვთქვათ ამ გომორებიდან გამომდინარე არა ეს უცნეს იმათ არ შეაგებენ და ისინი ეუნებიან ემოციები შევალო რა ხნა გაბელაია ერთი კაცი აკლიათ შეკინებაში წითელია ყველა აუჩი ნაკლები არიან ყველა აუჩი ვერ გეტყვით ერთი კაცი გავიდეს რა 6 კაცი player 6 და კვიანური გათამაშება დერეფნის იქ მოკლეზე მოიგეს ბათუმელებმა ვადუნა ყურადღება დასვაში როგორც ჩანს კუტაისაია ყობახიძე ძავრია ძავრ ამაგრა წაიღო ხილაიშვილი და ჯარიმის უპირატესობა. ცუდი პასი და დაუბრუნდებათ. აიღო ბათუმმა ქულა ტაიმის ბოლოს. ნახოთ, კარგი გააგზავნიან რო. კი, აუცილებლად, მე მგონია აუცილებლად. ნახოთ არა, რა ვიცი, აბა აიღებენ ამას თავი და ეგეც საინტერესო იქნება ძალიან სხვათა შორის თუ გაათამაშეს. აი მე შევა ვიჩქარე მე მგონია. არა, მაინც პრაქტიკულად. მაინც საგი აზრი მიიღეს ერგო. გაგიგეს ბათუმელებმა და წესით უნდა გაიტანონ ხა არეპატიებად ასეთი განცხადებები მომხრე არა ვარ მაგრამ ასეთი ადგილიდან არ უნდა გააცდიო. რა თქმა უნდა. თან ხა ნოზაძე პრინციპში დღეს კარგადაც თამაშობს, კარგადაც უთხრამს ასე რომ ეს განწყობაზე აისახება და თუმეტეს რა ვიცი, ვერ ვხედავ ამის აცი. რა თქმა უნდა, ზუსტი 10-9 ძალიან დაძაბული ყველაფერი მეორე ტაიმში გადაწყდება. ჩვენ შევისვენეთ 15 წუთი და დაგიბრუნდებით ისე გულშემატკივრება დარჩით ჩვენთან. შემადგენლობიდან ჯარიმა გაიტანა. უბრალოდ ნომერი 12. ანაშია 10